ამ ქალმა 34 კილომეტრი გაცურა გაყინულ წყალში და 15 საათის განმავლობაში არ გაჩერებულა. ფლორენს ჩედვიკი 1918 წელს დაიბადა და ბავშვობიდან ღია წყლის მოცურავე იყო. მას უკვე გადაცურული ჰქონდა ლა-მანშის სრუტე, ორივე მიმართულებით, რაც იმ დროისთვის ძალიან იშვიათი მიღწევა იყო. 1952 წლის 4 ივლისს მან გადაწყვიტა გადაეცურა 34 კილომეტრიანი დისტანცია კატალინა აილენდსა და კალიფორნიის სანაპიროს შორის. ცურვა დილით ადრე დაიწყო. წყალი ძალიან ცივი იყო. ნისლი კი ისეთი ძლიერი, რომ ფლორენსი ვერაფერს ხედავდა. მას გვერდით ნავი მიჰყვებოდა, სადაც დედამისი და მწვრთნელები იყვნენ. ისინი მუდამ ამხნევებდნენ მას და ფლორენსის დაახლოებით 15 საათის განმავლობაში მიცურავდა. ფიზიკურად ჯერ კიდევ აგრძელებდა დისტანციის დაფარვას, მაგრამ ნისლის გამო დარწმუნებული იყო, რომ სანაპირო ისევ ძალიან შორს იყო. ბოლოს თქვა, რომ ვეღარ გაუძლებდა ამდენს და ნავში ამოსვლა გადაწყვიტა. როგორც კი ნავზე ავიდა, ნისლი ოდნავ გადაიწია და მის წინ სულ რაღაც 800 მეტრში სანაპირო გამოჩნდა. ფლორენსმა განაცხადა, რომ პრობლემა ფიზიკური დაღლა არ ყოფილა. უბრალოდ ვერ ხედავდა მიზანს, ამიტომაც იფიქრა, რომ შანსი აღარ ჰქონდა. 2 კვირის შემდეგ მან იგივე მარშრუტი მეორე მცდელობით გადაცურა. ამჯერად ამინდი ისევ ნისლიანი იყო, მაგრამ ფლორენსმა თქვა, რომ ახლა ზუსტად იცოდა, სად უნდა მისულიყო. მან ეს დისტანცია წარმატებით და დროის რეკორდულ მონაკვეთში გადალახა. ამით გახდა ის პირველი ქალი, რომელმაც კატალინა აილენდის სანაპირომდე გადაცურა და დაამტკიცა, რომ მთავარია მიზნის ცოდნა, თუნდაც ის თვალით არ ჩანდეს.